მათე მახარებელი მიუთითებს ზედაპირ რომ სანამ შევიდოდა იესო ქრისტე იერუსალიმში ის ტიროდაო. რატომ ტიროდა? იმიტომ ტიროდა რომ მან იცოდა ამ ხალხის აზროვნება, მან იცოდა ამათი დამოკიდებულება. რომ ის აი ამ დიდებით შესვლის შემდეგ რამოდენიმე დღეში ეს ადამიანები გამოვიდნენ და ჯვარსაცვეზე ეგე დაიწყებდნენ ყვირილს და ჯვარს აცავდნენ იესო ქრისტეს. ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ არა ტიროდა საკუთარი თავისთვის, არამედ ამ ერისათვის, რომელიც მას ხვდებოდა ასეთი სიხარულით და ის მისი მოლოდინი, სწორედ ლაზარეს აღდგინების ამბავიც უკავშირდება იმას, რომ ადამიანებს უნდა ესე გაეგოთ და მიხვედრილიყვნენ რომ აქ მთავარი ის კი არ არის რომ მე მოვდივარ თქვენი როგორც ოქროს მეუფე და რაღაცა უხროები და ვერცხლი უნდა მოგიტანოთ, არამედ მოვდივარ როგორც შემძლებელი თქვენი გადარჩენისა და ცხოვრებისა. აი ეს იყო მთავარი აზრი. და ამიტომ ეს აზრი რა ვერ გაიგო ამ ხალხმა. და ამიტომ იყო ასეთი დამოკიდებულება. ამ კვირის თითოეულ დღეს აქვს თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამავდროულად ძალიან დიდი სიმძიმე. რამდენად მძიმე არის მათ შორის წელიწადის ეს პერიოდი ადამიანურათაც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ დიდი მარხვა ძალიან ბევრ სირთულეებთან და სიმძიმესთან, ასევე გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ისე როგორც ვნების კვირა. აი აქედან გამომდინარე ადამიანურ ფაქტორზეც რომ ვისაუბროთ, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი. საინტერესოა ის, რომ სწორედ საიდუმლო სერობის ჟამს იესო ქრისტემ თავისი ხელით დაბანა მოციქულებს მიერ. ეს აქტი აღსრულებული იქნა ხალხმა აღასრულა იმისათვის, რომ თავისი თამდაბლობა ეჩვენებინა, რომ ეს თამდაბლობა ეკლესიისათვის აუცილებელი თვისება. რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მსახურობს ეკლესიაში და რომელიც მიდის და ეკლესიურად ცხოვრობს და გინა არ ცხოვრობს ეკლესიურად, სწორედ ამ დღეებში უნდა იყოს მოზიდული იმისათვის, რომ თავისი მაქსიმალური თამდაბლობით იცხოვროს, მიუტევოს და აპატიოს ადამიანებს. შენდობა მისცეს სხვა პიროვნებებს. ასევე გული გაინთავისუფლოს ყოველგვარი შურისაგან, ავისაგან, გოროტისაგან და სხვაზე განკითხვისაგან. და მის გულში უნდა იყოს სასოება უფლის მიმართ, რომ სწორედ ღმერთს, რომელსაც ჩვენ სწორედ დიდ პარასკევს ხდება ჯვარცმა და ეს ვნების შვიდეულის ყველაზე მძიმე დღე არის, განსაკუთრებულად მძიმე დღე არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ადის უფალი თავისი ნებით გოლგოთაზე, როგორ ადის თავისი ნებით ჯვარცმაზე იმისათვის, რომ მან გამოიხსნას ადამიანები საუკუნო საგანჯველისაგან, ჯოჯოხეთისაგან. და აი ეს ღვთაებრივი მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო, მთელი ეს პერიოდი, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ყველა ტიპიკონის გათვალისწინებით, რაც ეკლესიაში ხდება და ხუთშაბათი განსაკუთრებით, მიმართული იმისაკენ, რომ ადამიანმა თავისი თავი მოამზადოს აი ამ ჯვარცმის მდგომარეობისათვის. პირველი რაც არის, რა თქმა უნდა, ეს არის განცდა ჩვენი და დიდი ტკივილი იმისა, რომ ადამიანებმა ვერ შეიცნეს უფალი. რომ ადამიანებმა ვერ მოახერხეს დაენახათ უფალში ის მაცხონებელი ძალა, რომლისთვისაც ის იყო მოსული. რომ ადამიანების გამხრთოებისათვის და ის იყოს მოზიდული და სასუფეველი, სწორედ ეგ არის, რომ იქ ადამიანები, ვინც მოხვდებიან, რა თქმა უნდა, სამოთხეში, ისინი დგებიან გამხრთოების გზაზე. ამიტომ პარასკევს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ პარასკევის მსახურება და პარასკევს ასრულებული მსახურება არის თითოეული ადამიანისათვის შეიძლება ითქვას სულის ტირილი. იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძელით. ჩვენ დღესაც ვასრულებთ ამ ჯვარცმას, რომ ვიცოდეთ. სამწუხაროდ ვასრულებთ ამ ჯვარცმას და ჩვენვე ასე ვთქვათ, ვაკრავთ იესო ქრისტეს ჯვარზე, იმიტომ რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ვემზადებით იმისათვის, რომ გავიაროთ ეს დიდი მარხვა. სათანადოდ ვერ ვამზადებთ საკუთარ სულსა და გულს იმისათვის, რომ ჩვენ დავიმდაბლოთ თავის სრულყოფილად და ცოდვები ჩვენი სინანულით გამოვისყიდოთ. ამიტომ ხდება უფლის ჯვარცმა ჩვენს მიერაც. და რა თქმა უნდა, ამას მოყვება დიდი შაბათი, როდესაც ჩვენ დატირებას ვახდეთ ქრისტეში, ვიხდით წესის აგებას ავასრულებთ, შემოვატარებთ რა უფალს ტაძრის გარშემო, ამით სიმბოლურად აღნიშნავთ იესო ქრისტეს ესე ვთქვათ წასვლას
სასუფევრისაკენ მისი სულის ასე ვთქვათ აღზევება სასუფეველში, რათა მან შემდგომ აღდგომისას აღადგინოს მკვდრეთით და გამოიყვანოს უბრალოდ თავისი აღდგომით შეძლოს რომ გამოიყვანოს მართალთა სულები ჯოჯოხეთის ტყვეობიდან შემოსვლოს ის და გახსნას სამოთხის კარეთ. აი აღდგომის დღესასწაული სწორედ მთავარი აზრი ამ დღესასწაულისა გახლავთ სწორედ ამაში რომ ჩვენ ზეიმობთ უკვდავებას, ჩვენ ზეიმობთ სულის უკვდავებას, ჩვენ ზეიმობთ იმის დასტურს რომ ქრისტემ თავისი აღდგომით ნათლად გაჩვენა რომ როგორც ძეკაცისა ის არ კვდება, ანუ აღდგება მკვდრეთით. ანუ ეს მეორედ მოსვლის ჟამს რაც ჩვენ გველოდება, ყველას გარდაცვალებული იქნება თუ უფალთან შეხვედრის ჟამს, სწორედ აი ამ მდგომარეობაში ვიქნებით, რომ გახარებულები ვიქნებით უფალთან შეხვედრისა და ჩვენ მიცვალებულები აღდგებიან რა მკვდრეთით, ჩვენ ცოცხლებით შევხვდებით, ისინი რა თქმა უნდა ვიზეიმებთ ერთად ყველანი უფალთან შეხვედრას. რა თქმა უნდა შედგება დიდი სამჟავრო, რომელზეც თითოეული ადამიანის ცოდვა-ბრალი განიხილება, ყველა ადამიანს თავისი სასწორით მიეძღვება. მფარველი ანგელოზები რა თქმა უნდა შეეცდებიან ჩვენ დახმარებას, მაგრამ თუ ადამიანი ერთხელ მაინც არ მისულა ეკლესიაში, აღსარება არ უთქვია, არ მოუნანიებია თავისი ცოდვები, რა თქმა უნდა მიუტევებელი ცოდვები მას როგორც ტვირთი ზურგზე აწევს და ეს რა თქმა უნდა ძალიან არასასრულ მდგომარეობასაც არავის არ უსურვებს თავისთავად ცხადია. და აი ეს ბრწყინვალე აღდგომა არის უდიდესი სიხარული ჩვენთვის, უდიდესი იმედის მონიჭების ჟამია, როდესაც ჩვენ ქრისტე აღდგას დავიძახებთ, ჩვენ გულებში არის სწორედ ჩვენი აღდგომაც ამავე დროს. და გვიხარია ჩვენ ისეს აღდგომით, რომ ჩვენც ავდგებით მკვდრეთით, როცა იქნება.